იმ ინტერესისთვის, რაც პროგრამის გარეშე. როგორც მოგესალმებათ, ჩვენ დღეს სექტემბრიდან მოხდება ახალი კანონი მოვიზო რეჟიმის მოწესრიგება, ზოგადად მიგრაციის და შედეგად დინამიური და გლობალური მოვლენის შედეგი და მოქმედებს ეს ევროკავშირში ევროპის შემდეგი ზონაში. მოწესრიგება და ამ მიმართულებით ეფექტური განმავლობის შესახებ, რომელიც ამოხსნება. ეს არის ის, რომ ჩვენ მასმედიის წარმომადგენლებს ზოგადად ვიზის გაცემასთან მიგრაციის კუთხით და მიგრაციის თვალსაზრისით, რომელიც ავშფოთო ბრძანებით ნებისმიერ პირველ სექტემბერს ძალაში შედის ახალი კანონი უცხოელთა და მოქალაქეების არქონეპირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ. აქედან გამომდინარე დღევანდელი შეხვედრა შედგება დიდ კორპუსთან და ეხება ამ კანონის მიერ შემოღებულ ახალი რეგულაციების გაცნობას და ინფორმაციის მიწოდებას დიპლომატიური კორპუსისთვის. ძირითადი ცვლილება სავიზო კუთხით არის ის, რომ შემუშავებული იქნა ქვეყანაში ყოფნის ერთიანი სისტემა, ეს არის 180 დღეში 90 დღე, რაც გულისხმობს საქართველოში მოკლევადიან გზავრობას. ეს პრინციპი არის იგივე, რაც აქვს ევროკავშირის შენგენის ზონისთვის. იგივე პრინციპი იმოქმედებს საქართველოშიც იმ ქვეყნებთან მიმართებაშიც, რომელთა მოქალაქეებით შემოვლენ უვიზოდ და იმ ქვეყნებთან მიმართებაშიც, რომელთა მოქალაქეებით შემოვლენ აი ამ გრძელვადიანი, მრავალჯერადი ვიზებით. უვიზო მიმოსვლა არის შენარჩუნებული სომხეთანაც და აზერბაიჯანთანაც და მთელ რიგ ქვეყნებთან, მაგრამ აქვე ეს არის ევროპის ქვეყნები, არის ნატოს წევრი ქვეყნები, არის DSCS ქვეყნები და რიგი ქვეყნები, რომლებიც საქართველოს მნიშვნელოვანი პარტნიორები არიან. ამ ქვეყნებთან იქნება უვიზო რეჟიმი, პრინციპი იქნება ის, რომ ისინი შემოვლენ უვიზოდ, მოკლევადიანი მიზნებისთვის, ხოლო რაც შეეხება გრძელვადიან მიზნებს, მათზეც და აი ამ ქვეყნებზეც და სხვა ქვეყნებზეც გავრცელდება ერთი და იგივე მიდგომა, ანუ მათაც ექნებათ ვალდებულება, რომ აიღონ სასწავლო ვიზები, სამუშაო ვიზები, ან ოჯახის გაერთიანების მიზნით უკმოვდიან ეს ვიზები. ეს არის ზოგადი მიდგომა ნებისმიერი ქვეყნისადმი, რაც ემსახურება ჩვენთან საემიგრაციო პოლიტიკის ეფექტურად წარმართვას, მიგრაციული ნაკადების ეფექტურად მართვას და მიგრაციული პროცესების შედეგების ქვეყნის ინტერესების საკეთილდღეოდ გამოყენებას.